მოსკოვში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრების ფარგლებში ერთმანეთს რუსეთისა და სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნები სერგეი შოიგუ და არმენ გრიგორიანი შეხვდნენ. შოიგუმ აღნიშნა, რომ კავკასიაში ვითარება მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. თავის მხრივ არმენ გრიგორიანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ისტორიულ მნიშვნელობას, რომლის შედეგადაც მისი თქმით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დამყარდება. გრიგორიანის განცხადებით ამჟამად მხარეები მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე მუშაობენ, რაც მოიცავს საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფართოებასა და კომუნიკაციების გახსნას რეგიონში ეკონომიკური ურთიერთდამოუკიდებლობის შესაქმნელად. მან დაადასტურა, რომ პროცესის საფუძველია 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ.